Salams გისურვებთ მეგობრებო, დღეს ჩვენ ვარეაქტებთ PvP Flows Season Offs Ele versus Young Mike. ძალიან მაინტერესებს, ჩემ ბავშვობაში ვუყურე პირველად ამათ ბეთლს და ძალიან მევასება ხოლმე ამათი ჯახი. დავარეაქტოთ, ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, მეც მაგრამ მაინტერესებს. რები იქნება ერთმანეთის წინააღმდეგ და აბა შევხედოთ რა. ჩაუჯექით თქვენ მოიმარაგეთ რაღაცეები, დარწმუნებული ვარ ყველას მაგრად გაინტერესებთ. შევბეროთ. Let's go. Hey yo! ეს არის PvP Flows Seasons Gare Battle. Brr. Ko ari მენა ცეცხლი კაცი ძმაო რა. პირველი რაუნდი. MC ჩემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური. ვეპაცლავები მიშკას მომისმინოს ყველა სულით მონამ ვისაც პიროვნება წაართვა მაყუძის შოვნამ მოუთხან ეგეთი ჰიპ-ჰოპი მოუთხან შენი შრომა შენზე ყველაფერი გვახსოვს იყოს შენი ხსოვნა დედა მოწყნულია ბოხმა გულში გიდევს შიში თუ გიდოდა რესპექტი და არ ჩაგედო პირში მავნებელი ენები უნდა დაგაჭრათ ძირში 28-ის მერე მეგეცხადები ძილში ისტორია მეორდება წარსულიდან დღეს არის 6 თებერვალი დრამა დაგვიდგეს ორი მშულდოსანი MC ეძებს არტეფაქტებს არ მექნება punchline-ი გეტყვი მარტო ფაქტებს ბევრი ბავშვი მოგვემა და არის ზიანს ველი 2018 და რამდენიმე წელი ტრაგები რომ ჩაგიდეს და მოგიგრიხეს ხელი პროტესტით რომ იყოს ავსრთელი რუსთაველი რამდენიმე დღე რო წვიმდა ხალხი იყოს ველი ყვირილისგან აღარავის უვარგო და ყელი ერთი მადლობა რა გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა უმადურო ნაბოზარო კი გეკუთვნის კლეტკა ყველა ვიცით ოცნებამ ჩაგიდო მაგრამ შენგანაც ღვიტე რომ აქო დაადიდო თანაც ვითომ არიცი მიზეზი რა ყოფილა ხალხმა თავი რატომ იგზნო შეურაცხყოფილად გამანდაბრო აქ იყოლა შენი ყავი ღირსი ოცნების მაგივრად ჩვენ რომ ჩაგვიწერეთ დისი უნამუსოთ აქ წაგვიკითხე მორალები და ჩვენს ყველას დაგვიძახე ნაციონალები თან ტყვანზეაც დაბაგინეთ არც ერთი არაც და ანდა ამას რო იცახდა როგორ არ გადაცდა ანდა როგორ არ ქონდა უსამართლობის განცდა იქვე უნდა ჩაგვექოლა სადაც ფეხი დაცდა ერთი წამითაც არ მალობ თუ დამიჯერებ სამარცხვინო კარიერა რომ დაგისრულე ამ დარბაზში ყველა მიცის მართალს გებაზრები ის ბავშვებიც გაიზარდნენ აღარებასები ახლა არსად მოგიცურდეს შავი კეტასები რეპეტლი კი არა ჯოჯოხეთშიც გადმოყვები ამ რაუნდში რაც გებაზრაპელეს დაუფასე ამას ხო გერჩივლა გამერება შაურმაზე თუ გინდა დაგასპონსოროს რაღაც ეკოფუდმა დიკაპრიო მომიკითხოს ბოსმა ჰოლივუდმა მირჩევნია ფიფებისგან გავაკეთო გუფთა მუშაობდი პოსტივიში მაგრამ დავჭი სუფთა მერას მეტყვის დრამა ქვინი ორი დღე ციხეში იჯდა 10 წელი მოტყნა ტვინია მერკანტილურ პაპსავიკებს დილით მოუწევს სტილით შენაირებს ფინალს უგებ ერთი ფრისტაილით ქრისტეფორემ გალობლიშვილს სოდნა უდევს თავში აგახიეს ტელეფონი აქედან ვერ წაშლი არავისთვის მოგეჭამა იმ ვერსებით მიშა დაგიცურდა კრამიტით და მოუტყან შენი კრიშა ეგეთი ცხოვრებით ვერ გარებავ სხვაზე შენ კიდევ ჩემი ფოტასი გახატია თავზე მე შედაგებაზრე პიროვნებაზე ვიდი გამირებე ჩასმლობაზე ანდა ზედმეწონაზე ანდა ისეთ რამეზე რომ დავდებ მაზიანს ტაშ დაგიკრავს ვარდის ფერი ბურჟუაზია მშვიდი ხარ ამ ყველაფრის მერე და ფლიდი ხარ გააჯვი ამერიკაში ყალეზე გვკიდი ხარ ფიზიკაცია ძალიან ძეს კი იყო რავი კაი იყო flow გამოსწორებული აქვს რა აი წინა PvP flow რაც იყო მინა პროსტა ბაზრობდა რა ბიცე ანუ მინა პროსტა ლაპარაკობდა და flow აქვს ეხლა შედარებით flow ქონდა და გაასწორა რა რაღაც სასწაულის არ ქონია ეხლა აი პერფორმანსი აქვს რა ჩემი აზრით შეიძლება რაღაცები ვერ დავიჭირიან რაღაც მაგრამ სასწაული არ ყოფილა განახოთ იანგი პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური იანგი მაგრამ მოსა flow აქვს ეს საუკეთესო Put your motherfucking hands up and follow me. Everybody watching PvP. Put your hands up. Young. იმის დადგენას არის თუ არა პელეყლე სულ არ ჭირდება მონოჰოლი და PvP თანაც ეგრევე წოდებაზე რო შევეხე მისი ბაშკაცობა დაბასაფლავე მოვიკელეხე ფეხბურთელი სახელის თამაში მაინც ენძრება ამ მოედანზე ჯიგარი ფურთივით აიკენწლება მეტი რა ვუთხრა ფეთხუმ პელეს YouTube ლიგაც კი ვერ გააფეხბურთელებს
სანამ დავდეთ off season როგორც J Cole გამოსვლამდე მოგიყვეთ როგორც შეიყო ჯერ უარი თქვა რემაჩზე და ის მოიმიზეზა რომ არ მოსწონს PvP ბეთლების ორგანიზება თავის ლიგას აკეთებდა თან სანდეკნებოდა დროაბა თუმცა 6 თვე ისე გავიდა თავი ვერაფერს მოაბა ამ დროსაც მეუბნება ეს IP-ს და ფულის ხამი თავის პროექტის ბეთლში უნდა და მე გამოსულიყავ ბეთლზე უარი თქვა მაგრამ პროექტისთვის ვჭირდები პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები თავის მართლებებში იმალები მაგრამ ჩანხარ შესთავაზეს თანხა ეგრევე და ეთანხმა არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს არ შემდგარი ბანკი რამ გარეპერა ქართულ რეპთან უკვე დიდი ხანი მაგ მოხდილი ბალი სანამ მიდო გვამი ეს მე აბა შენ კიდობანი შენ რა ქენი თავი როგონია გოუთი შენი კარიერა დაიწყო და მოჩა flow-ი მნიშვნელობანი ვერაფერი ვერთქვი სამაგიეროდ PvP-ს ლებზე ვნახეთ შენი ძუძუების თვერკი რაღაც ძუძუების ნახეთ რა შეხავს თვერკის მოცეკვავეს შეშურდება ისე ათამაშებ ტრაქს რა ქვია მასვის მზად არის ბეთლიდან გაიქცეს და მერე უნდა საქმე რომ კამერების წინ გაირჩეს ეგონა YouTube და თემა ქუჩაში აღარ გავა მაგრამ სლოემა იმ პოდკასტები აკაჩაბა შენი სახსენებელი არ არის ჩემი ხინჯები შენ კომპლიმენტი რომ მითხრა მაგაზეს და ვიკრინჯები არის ჩემი ცოდვები და სულ სხვა ყლეობებს წენი ხარ punchline-ებს ამოფარებული ჯეო რეპერი არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს იპოდრომის ბომჟი რამ გარეპერა მე ვთქვი არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს შენს ვიზუალს ახლოდან რო ბუხურება ხარ დიზასტერი კი არა მართლა უბედურება ხარ რეპერ ჟერ ვერ დაემსგავსე თორე გინდათ მას რო იურას და ნიჭრი ერთხელ წვერით შეგესწორებინა რა თავის მოწესრიგება ბატრაკებამაო ჯერ მეორე წელია რას ბეთლების წინ ბანაო დიდი პროგრესი არის აღარ ვიქნები წუნია სახეზე მაინც ეთხოვა მაგარი ფეხი სუნიათ არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა რა ბეთლი ნიკი სლოუ პოდკასტზე შეანელა hell no ჭეს ერთი და იგივე ქონდა ბევრჯერ გამეორება რა თითქოს დაავიწყესავით და უფრო მოკლე იყო ბეთლი რა ალბათ კაი ფლოუ ქონდა უფრო პელეზე ჩემი აზრით ამ მაშინ რა ქვია რაუნდში პროსტა უფრო ნაკლები იბაზრა რა ესე რომ ვთქვათ და მაგ მხრივ ალბათ პელე მაჯობა პირველ რაუნდში ნახოთ ჟიური რას იყოს ეს ზედ არის ვისაც ჩავიცვი ეგ უნდა ვთქვა აქ მე მგონი ეს ისე დაცვია რაც ადრე ეცვა ხოლმე რა ეს მოსაცმელი აი PvP რო გადიოდა პირველივე სეზონი როცა გაუშვეს ეგზე და ვა გიჟი კაცი არის Let's go. აუ როგორ გამისწორდა ეხა ამათი ვიდეო დავიდო ვიფიქრე ხუმრობით ვიტყოდი სათქმელს მაგრამ ადრე მასწავლეს არ ვეთამაშო საჭმელს მე და შენ ხომ არ ვაკეთებთ ერთი და იგივეს მითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შებოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შებოზო არიხებო ისე როგორც ახლის კანე გორსო მაგრამ იცეკვე მიდი იცეკვე შებოზო მე დავწერე ჩემი ალბომი და მოყვაც რემლები ყველა ცხოვრებაში ხომ არსებობს რთული დღეები მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამას რასვე ბაზრები დეპრესიაში არასდროს ვარდებიან ყლები შენ ხარ სახლის კატა რომელიც ქუჩაში მოხვდა შენ ხარ ხუთივე კაცი რომელიც ვეიპით მოკვდა არ მაგითხვა წაგეკითხა მე 15 სითხა შენ ხარ გირთხა მამუ მითხრა მარტო გულში გირთხა შეგეცით ძალით რეპერებს და ძალით პოეტებს ძალით ტელეწამყვანებს ძალით ვითომ სპორტსმენებს შეგეცით სელებრიტებს ვითომ დარგის დოცენტებს და ყოველთვის შევეცით თქვენ საახალწლო კონცერტებს შეგეცით მეფის კარზე ჯამბაზებს და ბარიგებს შეგეცით ვითომ ვიგოდრიკ ხანიგებს ყველას შეგეცით ვით ჩვენთან აყალბებ და შედეგებს რადგან შენ თუ ლეგენდა ხარ შევეცი ლეგენდებს მე და
გადაშე ხომ არ ვაკეთებ ერთი და იგივეს მითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შეპოზო იაუბოდი კოაზეთ სახია რაღაცა არ მოწოს კაროშე ნახე რა სახია ვიცოდი შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი შეხე რა სახია არ უსწორდება იცეკვე მიდი შეპოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შეპოზო არიყეფო ისე როგორც სახლის კანე გორსო მაგრამ თავიდან არ მაგინებინო თავი გავიდა რამდენი წელი და ჟამი შეჭამე რამდენი თებში და ჯამი საიდან შეჩემა შემოსავალი მითხარი შეჩემა გამოსავალი მითხარი შეჩემა რამე წამალი ვისრე როგორიც შექმენი მოდა ეგეთებს მართლობა რიგობა ჯობდა მითხარი მიშიკო ვაფშე რა მოხდა ნანგრევებში წაგიყვანეს შავებში ჩაცმო მამაკაცებმა შეგაშინეს თუ რა გითხეს მიშიკო გადავიშალე მეგული რატო ხარ ეგეთი შეშინებული მე მომიყევი არ დამივალო რაში მოყევი რომ არ დაგაბრალო შეგეცით ზალით ვითომ ჟურნალისტებს ნებისმიერ ეკრანზე ვითომ ფენსი კრიტიკოსებს გიზავთ ქართულ ენაზე შეგეცით ფენსი ამ სცენაზე რატომ მოცნებობ ჩვენს ისტორიის გადაწერაზე მიშკა მაიკი ბარკალა ფეშლაიფი მოკითხვებს გიგზავნით და გეტყვით მარტო მე შეგეცით ოთხივეს მართლა მჯეროდა რომ კიდე შეგხვდებოდი მე ვიყავი შენი ფანი სანამ გამოყალევდებოდი აია, მაგრამ რაღაცა მაკლია რა, რაღაცა ის ვერ მოაქვს ვაიბი თითქოს რა, რაღაცა კი ფლოუა, მაგრამ პელეს ჩვევია რომ სუ ისეთი პანჩები აქვს ხოლმე, რომ აი რომ დაგაფიქრებს და რაღაცა ძალიან სერიოზული პანჩები აქვს ხოლმე. ეხლა ვერ მივიყე ეგ რა, კაროჩე რა. ნახოთ აბა. იანი რას ფულცკების ახლა. რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური ეს რაუნდი ტუალეტში დავწერე და მთელი რაუნდი გაჯვა. შენი საქციელები მიმობიხილე და ბანახე ხალხს ვიხარ ძმაო იზღა დამშა შენს არასრულ ფასოვნებაზე რო ვიღადაო ვერ ხვდები რატო ვერ ხვდები არა მართლებს ეგ მოკლე გზები სათქმელი მარტო მაშინ გეძლება როცა რამეზე კომპლექსები თურმე არ უსწორდება ამ ყლეს როგორ გულშემატკივრობთ ნაკრებს ყვარას ბუდუს კანკავას ჩაკვეს რატომ არ უკრავენო სხვა ტრეკს ამბობს ისეთი ჰიმნი გჭირდება სტადიონებს რო ანგრევს თვითონ რამეს და აკლებს მერაბს ფაშულს რო ვაყვეს შენთვის მღერი ბეთლის ბოლო კეთილია შენი მეთოდები დიდი ხნის გაცვეთილია თავი გონია გოძილა გიგანტური ჰიპ-ჰოპ რეპტილია ეს შემისა მაქსიმუმ გროტასკის დრედებში რეპტილია MC-ს უნიჭო მიბაძვა როგორ არ უნდა მივაჯვა ისევ შიტ პოსტინგს მიაწექი აქ საერთოდ რა გინდა ძმა აქეთ მომისვინე არ გამომისირდე ხელი ამოისვიე ტიპმა ეს რამდენჯერ გაურითმა რაყლე რაუნდი და დე ვის რა გაუიასნე ხოდა ზუსტად მაგიტომ ხარ დაუნი და ყლე მე ბუბერაბ როგორც თეფ კარი შენი იდიოტური იდეაც კი იდეალურად შევკარი ადრე შვიდმენ მართ ბეთლი მომიგო მაგ დღეს ეს პარაზიტი წარმოიქმნა შემთხვევით არ არის იგივე თარიღზე გალაქტიონმა თავი რომ მოიკლა მოსესთან იმდენჯერ დააფულა ვიდეოში რო ტეხავდა ჩასმა ბოლოსკენ ხალხი ბექებს უდევდა ყურსასმენებს და აბრალა მასმა ტექსტი არისოდი და მაგ შეჩაჯმულში არაა საჭირო არავის გასწრა მაგ დღეს არც მე არ ვიცოდი ტექსტი თავის მართლება არ მომსვლია აზრად შენი გაჯმა პიკი არის რომ შეგვთა young მაიკი თემიდან თესლებით როითესები მაგის შედეგებსაც ახლა იმკი შენივე ნათქვამი რომ უარყავი შენზე დღეს ეგეცისიან TikTok-ზე რო გაურეპე აი მანდ მოგიგო ბეთლი ჭიამ სოციალური ტრეკების ჩაწერა სააპირებდი მაგრამ სადა ეგეს რო ყალეზე დაიკიდე მაგიტომ ვართ ამ დღეში პელე არის ვირთხა როგორც უძინართ ამ მზეში მაგრამ ყველა ნაბოზარის ვერ გახდება ოპერი ბეთლ რეპერი კი არა ბიძე არის შოფერი ბავშვობაში საიდანაც გამოიქცა ეხლა იფიცება თურმე საერთოდ არ გონია ექსოფელი ვისა შეფრად უნდა კუნიშის მიერ გაკეთებული თორე დარწმუნებული ვარ იქნებოდი მწოველი გორილა და გოუთი არ ვიცი მაგრამ სუნი აგრის იმისთან მართლა კი იქნები რამე ცხოველი ვარდოსანიძე თევზი რო უთხრა ნეტა გულთანის თუმი ქონდა რომ ამარსებას თევზის გარეშე ზუსტად ეგეთი სუნი ქონდა თქვა რომ იგივე ბოტასი თივლის თუნდაც იშოვოს 6-0
ეხლა მივხვდი საიდან მოდის ეს ფეხის სუნი ქართულად ვერ გიბეცლავია და პოდკასტებში ნუ კაცობ აბარე ბეთხში ინგლისურად შენ ვის უნდა გაუკაჩო ამდენი წელია რეპავს და ტიპს ერთი სიმღერას კი არ აქვს სადმე რო ჩართო შენ რო სოლო კონცერტი გამართო თუ მიხვალ დარბაზში იქნები მარტო ბარამბო შოკოლადი თუ არ გაწია აწის ხვა რომელი სეზონი მიგაქვს საიფერში აქ ნათქვამი ჯიგარს თავისი პირით რო შიგაქვს ამდენი მზღნერის ჩამორეს ხარ თულია ალბათ მაინც ეცდები თუმცა ეს ბოლო ბანაობა მაგ დაჯმულიანად ჩაირესხები ეს კაი ხაუთ ყაპუნე ჯიგარს თავზე რო იყო შენი აიდოლი რეპერად არ ვარ მაგრამ კი გამოვა კაიდოლი ეს კაია ეს ბევრად უკეთესი იყო რა ეხა პერფორმანსი ყველაფერი ძალიან ძეს გიქონდა რაღაც მომენტებში დაავიწყდა მაგრამ მაინც კაი იყო რა საურიანს 50 ლარი გაქვს აგრძელებ? ბაღანებ ხოიორენათ აქ ვათქვა. ჯერდა კინციფჭყად ქუმაბადით ბოშებ. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ყველაფერი გავიგე. კაი, всё, ავიჭერი, მარცადეთ. ავიჭერი, всё, დავიწყეთ. სადვართ მესამე რაუნდისთვის. That's buzzwords squad. მესამე რაუნდი. MC შემგა ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური. ბოლო რაუნდია, ხო? ხა იასნე. სა ნახევარი 11 წუთი კიდე დრო არის, ნახევარი ვიდეო. ეს რატო უჭერია ხილში რა რას ნიშნავს კაროჩი? ერთი დღე პარიზში, მეორე პრაღაში, მესამე რომში ან ვენაში ხარ. მეოთხე ღამე და მოხვედი აქ. გითხარი მაყუთი საიდან გაქვს? რამდენი ალბომი გაყიდე ბოლოს და რამდენი კონცერტი გამართე დღეს? ან იქნებ რამე სამსახურში მუშაობ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს. მე არ ვიქექები არავის პირაჩი ვაკვირდები პროცესს. არ გამაჩნია მე ბოღმა და უფალმა 40 მაგდენი მოგცეს. არავის დავუთვლი პროცენტებს, მაგრამ შენ რა გადევს ტარიფი? შენ ვაფშე რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო არასოდეს ყოფილ ხარ ღარიბი. ჩემი მეგობრები კარიბიდან შემოვლე პირდაპირ კარებიდან მოდიხარ მიდიხარ ალიბი გაქვს ვიღაცა მაყუთა არიფი ხარ მე ვერ გავიგე შენ რატო გევასება თუ ფაქი რა ნახე საერთო უბრალოდ გეღადავები და გავერთოთ არ მაინტერესებს საერთოდ შენივე ბაითის ქვემოთ შეგიძლია იყიდო ნაიკის კურტკა ჩემივე კორპუსის უკან შეგიძლია იპოვო გურანდას ბუტკა ვერაფრით გავიგე როგორ გაძელი შენ ციხეში მაგდენი სუტკა თუ კიდევ ვიბაზროთ ბირჟა მაფია მაშინ მე გიკეტავ შუტკას არ ინერვიულო dobrāt მიწოდებ ვანდამი კობრა ჩემი მუღამია ისევ ჯოროგანი შენი ოცნება ოპრა მე ყოველთვის ვიცოდი რომ ბანძი რეპერები ჩემი ტოლი არასოდეს არის არავინ შემოვიდა ნადირობის სეზონი და ბრაკონიერები ისევ დადენიან კარავის ვიცი შენი ცხოვრების წესი მაგრამ შენზე ფიზელი ვარ როცა გავუკიდებ კანავის ვირუსი ვით მოვედი ამ ყველაფერს მე რამდენად ასხერებენ კარანტინს მე შემატარებენ ალადის როცა 40 ყაჩაღი ბიტებს ყირაზე გადადის რეპერებს თუ წაუკითხე ვერსი აღარ წაუკითხო მონოს მაგრამ წაუკითხო პარაკლის როცა აბისული გაატრაკებს ყველა მიციან და ეგრევე ეძახიან პალადის იო ვანადგურებ ყველა პარაზი შევეცი ყველას ვინც უმღერის მთავრობას და მერე იბაზრებს ჩემზე არა ვარ შენი საპირწონე ხო და ეგწონა და მახი ეყლეზე თუ ვინმე სოდეს მეგული ვატკინე ყველას დავურიგებ ნაყინებს ისევ გაუმარჯოს გამარჯვებულებს და ისევ შევეცი ნაწყენებს მიდი და ბოლომდე ამოალაგი ვიტებზე ლამაზად რა დაალაგი დადექი მაიკთან დაიქადაგი შენივე მორალით სადავიბრაკე მე მაშინ გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი აბარაგიყო არ მაინტერესებს კამბექი მოვიგე იქ სადაც საჭირო იყო არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით ეს კაი იყო რა ფლოუც ძალიან მაგარი ქონდა პელის საერთოდ სადვართ ბოლო რაუნდისთვის ეს ძალიან კაი იყო MC შემგა ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ გელამ და რა ვიცი აი მე კარგად ძმაო ყველაფერი ჯიგრულა სიბოროტე არ უნდა არსებობდეს ვიღაცების გამო საღო მე ბიცი ეკრემ შემთხვევით არ ვარ უკან ვერ დამხია ვერც ერთმა ქარმა იფიქრეს გამო ბუცხად
ვიზრდებდი ომს მაგრამ შევცვალე კარმა და უკვე ნაკლებად მაშინებს შემდეგი დარტყმა ოპონენტს თუ ვერ ხმარო გიხმარე ჭკუავის ხალხის მოთხოვებაცა და თავი მოითხოვა ანუ ვერაფერს ვერ იხმართ თავის არიელი თუა ეს დებილები თუ ისოწყნაბენ ინტელექტუალს ვიცი მე რომ ველოდება სხვა გზა მე ბილიკი შენ ტრასა სურვილი მაქვს მომძრაო მასა და დრო რომ მოვა ზღვაშუაზე გავხსნა ჩემზე უკეთ ალბათ შენი ხვდები ვერ იქნები მოსე პირველ რიგში ხალხის ნებით თუ არ შეიმოსე და ბიცავრცელებს მაგ ფარს მცნებებს არიცის ღმერთი სად არის და არც ეძებს ჩემამდე ვინ ჩემი ფეხები იყო ეს მკრეხელი ხიხო ნუ ეხები ჰიპ-ჰოპს შენთან შედარებით ჰიპ-ჰოპის მექავარ შემართლა ყლექალა ფუჩუა გეკავა ბეთლ კულტურაში რამხელა წვლილიც მაგ მაგაზე დიდი მაგ ზოგადად რეპში ვიცოდი ბერაბინ ვერ მომერეო და მუსიკის მორებში რო გადაბეშვი შენგანა იმიტომ ხარ ბეთლ რეპერი რომ მართლა ბეთლაო ყველაზე კარგად უბრალოდ ბეთლებზე გამოსვლის მიღმა რეპერის კარიერა საერთოდ არ გაქვს ჯერ ჩემთან სადა დაახლოვება ცოტა ხანი მერე რაღაც დროით გახდა ნოზაძის ქათამი TikTok-ის ლაივებში რო დაიწყო კაკანი მისი ტრაკი ქონია ბოლოში ხო გაატყანი ინტრიგების კეფოში ხელი შეს პრაიმს გაუშვი ბოლო PvP არის თუ პრაიმ ჰაუსი ვეღარ მოიხოდები რომ მსხიოა სირეთბული შენ აღარ გადისო და შეხარ დასირებული მე გავიზარდე თემიდან ვარ დამოუკიდებელი შესულ ვიღაცა დისავგა სულგმულებენ ეგენი მე ვიზრდები ბიცვლები სხვა სიმაღლიდან მუღურებს სამყაროს უკუნეთ სანამ ეს ბლუღუნებს მე 10 კლასი გემახსოვრება გაზრდაში ხელს გისლის არასრულ ფასოვნება მომიწია აწმყოდან გაგახსენო ბავშვობა გაგიფუჭო განწყობა კიდევ ერთი დამწრობა სურდი გათოს კომპრესი წინაპრების კომპლექსი ხელს გიშლის დაწერო ტექსტი რომ გამოთქო პროტესტი ჩემი რჩება იქნება განიბითა რო პრესი იქნება თლიო სტრესი დადგინდეს ნორმა ნორმის გარეშე ისის გვეყოფა ამ დახას რომ ითარეში რეპის კოდექსი აქამდე თუ არის მოდა გახსნილობა პირდაპირობა უშიშრობა ბეთლ კულტურა ამ ხელა ნიჩს არიტევს ნეხვის გრობაში ბეძებ მარგალიტევს არ შებუშინდი არა ბისავს სახეს ყველაფერი რაც ნახე სიმართლით თავსახე თავში არა მივარდა მეტი ვიყავი განაბისე ასახული სიყვარულით გაბა ანალიზე და როცა პრობლემა ნახე მრავალი სიბზნით ფიპოვე გამოსავალი არ გვინდა მიკი მოკიბული ლაყბობა ანჭორების აპოლოგან არა საამაყუა რეპერი რო იძახის ენაზე რაც მოადგება არ გვინდა ჩვენი თვითონ ჭეშმარიტებების დადგენა და სრულ ჭეშმარიტების სისრულეში მოყვანა როგორც აღსრულება სამართლის ბეთლის ბოლო დანართი განავთქვი მხოლოდ შენი მის სამართით კიდევ ერთი დასტორი რომ დიდება ვერ წამართვით young სავე აი ვახ უცებ სალამ ჟიური იტყვის კაროჩე მე წავაჟიურებ აგერ პირველი რაუნდი წაიღო პელემ მეორე რაუნდი წაიღო იანგმა ჩემი აზრით და მესამე რაუნდიც იანგმა იმიტომ რომ არ შეშლია დასაწყისი ძალიან პიკი იყო კაროჩე და მერე ფლოუთს იმენა მიაყარა და მიაყარა მაგრამ პელეც ძალიან მაგარი იყო რა და ალბათ იანგს მოაგებიებდი მე ამბექს რა ეს ჩემი ჟიურული სკილები პირველი ჟიურის წევრი ჩემი დიდი ძმა რეივი კაცი 9 რაიმისთვის შევქმნათ ხლაური შუაში დავდექი რომ პირველი არ ყოფილიყავე არ გაგიმართლა ოკეი ჯერ მოგესალმებით ყველას გილოცავთ PvP Slam-ის დაწყებას იმიტომ რომ მე ყოა ჩემ ივენთებზე ცეკვავდა და იმის მერე მენატრება ცეკვა კრამპის მენია რაც შეეხება ბეტლს ძალიან დიდი ხანი მაინტერესებდა ეს ბეტლი მენახა და მომესმინა რა იმიტომ რომ როცა იყო ფინალი რაღაც მომენტში ცოტა ის დამრჩა ნაკლებობა დამრჩა იმის რომ Young Mike-ს რაღაც სიტუაციები ჰქონდა და გონია რომ ისე ვერ მოემზადა როგორც უნდა მომზადებულიყო ასე რომ მიხარია დღეს რომ აქ შევესწარი ორივეს თანაბრად მომზადებას ეხლა რაც შეეხება ბეტლს პირადად გადავალ ბეტლზე დღეს ცოტა სერიოზულად მივუდექი და თითოეული რაუნდი ჩავიწერე რაღაცეები დავიწყებ მესამე რაუნდიდან რა მესამე რაუნდში პელეს ჰქონდა ის რაც მე მევასება პელეში ცოტა კბენები და მომეწონა ეს ყველაფერი თუმცა ტექნიკურად Young Mike-მა აჯობა ჩემი აზრი ესეთია კი Twitch-ში ეგრეა მეორე რაუნდს რაც შეეხება მეორე რაუნდში და პირველ რაუნდშიც Young Mike-ს ბევრად მეტი პანჩები ჰქონდა და ზუსტად ისეთი პანჩები იყო რაც მიზანში ხვდებოდა პელეს რაც შეეხება პელეს მე მგონია რომ მე არ ვარ battle MC და ჩემი არ არის ეს თუმცა მევასება ეს ყველაფერი პელეს რაც შეეხება პელე პირადად მოგმართავ მგონია რომ ბევრად უფრო მეტი ის ჰქონდა სტეიჯი ჰქონდა იმისთვის რომ Young Mike-ისთვის ბევრად უფრო კარგად გეკბინა
მე რაღაცეები მაქვს თავში რაც შეგეძლო შენ გამოგეყენებინა რა ბეტლიც ხო არ გინა ძმა შორტაა ეს ყოველი შემთხვევისთვის ბეტლი როცა შემომთავაზე შენ მიიღე მაგაზე პასუხი სანამ დაიწყებოდა ეს ყველაფერი ასე რომ მესამე რაუნდი მგონია რომ პელე მოიგო პირველი და მეორე რაუნდი იანგმა წაიღო ასე რომ იანგ გილოცავ მაგრამ იანგმა მოიგო და პელე იმედია კიდე გნახავ იმ პრაიმში როგორშიც გიცნობ შენ აბა ვინა პელე აი რაღაცა ვერ იმაშვება რა აი ადრენდელად მაგარ ხოძე იყო კიდევ ერთხელ ნაირა იმისთვის ხმაური შევქმნათ აბა რა ჩემი აზრით თითქოს თავდაჯერებლობა აკლია რა რაღაცა მაშინ რომ რეპავდა ხოლმე მახსოვს რომ აი ჯერ ერთი ის აკაპელა იყო და ფლოუზე ვაფშე არ იყო და ნუ პელესი არის აკაპელა რა მიდი მიუში პელე აკაპელაში მაგარ ხოძეა მაგრამ მიუხედავად მაგისა აი ის თავდაჯერებლობა რაც თვალებში ქონდა ხოლმე რომ აი იმენა ჭამდა მოწინააღმდეგეს რა აი თავდაჯერებული იყო იცოდა რომ უეჭველი აჯობებდა და ეხა თითქოს რაღაცა აი არ ვიცი ეს რამ გამოიწვია შეიძლება იქ დაპირისპირებებმა იქ რაღაცა არეულობებმა დასაწყისში რო იყო წინა სეზონში რა მაგრამ ნუ აი ის ხო იმ ხოძე ვერ არის რა როგორცაც ადრე იყო რა იმედია რავი სამოოდ დაგვიბრუნდება რა მაგარ ხოძე მაგად მევასება პელე მაგისი ფანჩები რაღაცები ძალიან ძირს კი არის და ჩვენს ვნახავთ ეხა მოკლედ ბევრს გაუჩნდება ეხა პრეტენზიები მაგრამ პრეტენზიებით ყველამ თავის კლავიატურას მიხედოს რა პირველი დრილმენი ადამიანმა რომელმაც ახალი საუნდი გვაჩუქა და მე ყველა ახალგაზრდა მაგ საუნდზე შეხდა კასისთვის შევქმნათ ხმაური აბა რა უღრმესი მადლობა მოგესალმებით ყველას ერთი აუცილებლად რაც გასახმოვანებელი აქვს ის რაც ამ ბიჭებმა ქნეს არის ძალიან დიდი ხმაურის ღირსი უცებ და ამ წამს ეხლავე ბევრი ხმაურის ღირსი წამ ეგრე ბაზარი არა მოდი დავიწყოთ ახლა ტექნიკურად შევაფასოთ ეს ყველაფერი რაც აქ მოხდა ანუ რაღაცეებში ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგას ჩემს ძმას აბა თორწოდით ოღონდ რაღაცეებში წაბოლობდე არა მივყვეთ მოკლედ რავი პირველი რაუნდი ანუ რამდენიმე კომპონენტით უნდა შეფასდეს პირობითად ავიღოთ პანჩლაინები ფლოუ და ამ ყველაფრის ერთიანობაში ვაიბით გადმოცემა მსმენელამდე რა ეს იდეალურად დაიწყო პელემ ჩემთვის იდეალურად დაიწყო შემოვარდა უდიდესი პანჩებით უდიდესი დარტყმებით ბიჭზე ძალიან კარგად მჯდომი და გააგრძელა ესევე რა ანუ მერე აქედან დახვდა იანგ მაიკი რომელმაც საპასუხოდ გააძრო ფლოუების თამაში რომ გადასულები და რაღაცები პანჩები გადაეფარა პირობითად რა მე ესე აღვიქვი ეს ყველაფერი მაგრამ ვერ გადაფარა პირველი რაუნდი ხო პირველი პელემ წაიღო ჩემ თვალში ჩეჩ მეორე რაუნდი უცებ მაპატიეთ ცოტა მიგრძელდება მაგრამ დეტალურად მინდა რა yes მეორე რაუნდის ამბავი ესე იყო რა ისე იგი მეორე რაუნდში ოღონდ ვაიბი შეიცვალა ჩემთვის იმიტომ რომ old school ამბავიდან გადმოვჭექი უცებ new school-ზე და ცოტა რთული არის ახლა ამის შეფასება იმიტომ რომ აქ ორივე ძალიან მაგარი იყო რა მიშკა ისევ თავისი მანერებით და flow-ებით და რაღაც ირონიული პანჩებით ეს აქედან ნუ რაღაც ისტერიულად დალაგებული თან ვითომ მონოტონური რო არის მაგრამ თან მოგწონს იმიტომ რომ კარგად ზის ბიტზე თუ რაღაც ეგ გასარკვევი ამბავია ჯერ კიდევ მოკლედ მეორე რაუნდიც პელემ წაიღო რა ვერატა მარა ნახე სამწუხარო არა უკვე გადაწყვეტილია ეს ამბავი და გადაწყვეტილ ამბავზე მიწევს უკვე გაგრძელება ამ ყველაფრის მაგრამ მესამე რაუნდი როგორც დაიწყო აი რავი მესამე რაუნდი აი ამ ამბავმა ეგრევე ჩაიკუჭა ჯიბეში ის მესამე რაუნდი და მიიჯიბა და წაიღო რა ესე მორჩა ეს ამბავი ჩემი ხმა პელეს რა ამეთქვა არა მე ვერ დავეთანხმები და შეიძლება პროსტა მე ვერ აღვიქვი ამ ბევრად კარგად იციან ხა ამათ მაგრამ ჩემი აზრით მაიცა გიოს დაენძრა მაიცა ახლა ნახევარი დარბაზი ხართ კასპერასკენ ნახევარი დარბაზი ნაინასკენ გახსოვდეთ რომ ეგრე არ უნდა იყოს იანგის და პელესკენ უნდა იყოს შეშვით ჩემს ძმებს ძალიან გთხოვთ ეს
დეტალურად ახსნა ყოველთვის მე დასწორებს ხოლმე რა ეხლა როგორც ახსნა ძალიან გასწორა პროსტა ჩემი აზრით პირველი წაიო პელემ იმიტომ რომ ძალიან ძესკი იყო მეორეში ხა თუ PvP flow არის და იმენა flow-ზე არის Young-ს მეორე და მესამე რაუნდი ძალიან ძესკი ქონდა და რა ვიცი ესით Young-მა უნდა მოიგოს რა მე გერ ვფიქრობ შენ გიოს როგორ ეძახი მეგობრებო ჩვენი გიო რუსიასთვის ერთი ხმაური მაგარი არა უფრო let's go ბანი გიგიკაც აწყენილეს ბანის ძალიან ვერ გიტანთ რა თქვენ ორს და პინოს კიდე ირა გაუჩალი ეს კაცი ეს მოკლედ MC-ც ხარ ძმა და გადაწყვეტილების მიღებას გიწევს აი მე ვიცი რაც უნდა ვთქვა და ვიცი ჩემ თავში რა როგორ დაალაგდა პანჩებს რაც შეეხება ჩემთვის თანაბარი პანჩები იყო სამივე რაუნდში რაღაც პანჩები ყველეს ჰქონდა უფრო ძლიერი ურტყამ და რაღაც მომენტებში მე Young-ი იღებდა და ამოუკაჩა და ანუ ასე შემდეგ ეგ იყო აი ჩვეულებრივი ტენის რო უყურებ და 2 საათი რო იქით-აქეთ მიდის ბურთი არ ვარდება რაც შეეხება შესრულებას და flow-ებს პირველ რაუნდში ამას არ შეეშალა საერთოდ აი მაქსიმალურად მიყვა შენ მის სამღერზე იყო თუ სწორედ მახსოვს ბოლო ლაინები ხო ჩაკლაპებ რა მაგიტომაც პირველი რაუნდი წაიღო პელემ კი უეჭველი მეორე რაუნდში ხო ნუ პანჩებზე აღარ ვლაპარაკობ იმიტომ რომ მაგას თავიდან ვილაპარაკე სამივე რაუნდში რაც მოხდა მეორე რაუნდში მოხდა პირიქით რომ ეს ტექნიკური პრობლემა ქონდა პელეს შენ ნაკლებად ქონდა ტექნიკური პრობლემები flow-ში თუმცა ამან გამაოცა ძალიან კაი გადასვლა ქონდა ფასზე მაგრამ მაინც ეგ რაუნდი ჩემთვის იმის გამო რომ უფრო კარგად შეასრულე იმიტომ ტექნიკა შენ არ გაკლდა მეორე რაუნდი შენი მესამე რაუნდში პანჩები ორივესი მომეწონა ტექნიკური წუნი ფასზე რო გადახვედით, იმიტომ რომ მანამდე იდეალურად მიდიოდით, სანამ ფასზე გადახვიდოდით მაგ ერთ მონაკვეთზე. შენც გქონდა და შენც გქონდა. შენ უბრალოდ გქონდა თავში და ცოტა, შენ შუაში და ბევრად დიდი ბრო. მაგიტომაც შემიხვა Young Mike. უეჭველი. ერთი წამით. ყველაფერი მესმის რა. მაგრამ მე ვიცი ესე მატჩ რევანშის მერე თუ ფიქსირდება პრე ცეკვის ბეტლები დავიწყეთ ძმებო მე ვიტყვი ყველაზე მთავარს რაც სიმართლეა ზუსტად ვიცი არც ერთი და არც მეორე აქ მარტო იმისთვის არ ყოფილან რომ მოიგოთ აქ იმისთვის იყვნენ რომ თქვენ ეს სიამოვნება მიგეღოთ თქვენ ეს სურვილი რაც გქონდათ რომ ბოლომდე შეგეվსოთ ეს ემოციებისგან და მე ერთიანად გამოგეშვათ. მე მგონი ორივე არტისტმა ეს შეძლო, ხო? კი, გასწორდა ძალიან. ვა! PvP flows სეზონს გარე პირველი მატჩ რევანშის გამარჯვებულია MC შენგა ხელმარჯვნივ ძალიან გასწორდა, რა ხუცებ რომ შევაფასოთ. მე რაღაცნაირად ამათი ძალიან მაგარი მომენტები რომ აქ ნანახი, ძალიან მაგარი ფლოუები რომ აქ რაღაცები. ეხლა ვერ ვიკაიფებ ლადისენ, მაგრამ ძალიან კაი იყო რა, მაინც რა ეხლა ამ ორის დაპირისპირება ძალიან გასწორებს ზოგადად რა. აი რაც ილაპარაკა გიორგი რუსიამ, იმენა ყველაფერში ვეთანხმები რომ აი პირველი რაუნდი იმენა წაიყო ელემ, იმიტომ ზესკი შესრულება ქონდა. მეორეში ფლოუთი იმენა შესრულებით ყველაფრით. Young-ი და მესამეც, Young-მა მაგრად შეასრულა, ძალიან ზესკი საწყისი ქონდა, მე ბოლოსკენაც ვაფშე არაფერი არ შეშლია დიდად და საკაიფოდ წააყარა რა. იმედია თქვენც მოგეწონათ მეგობრებო, აუცილებლად იქნება აღწერაში ბიჭების არხი, უეჭველი უნდა გადახვიდეთ და გამოიწეროთ. პროსტა აი
იმ ხელას რომ აიდება ეხა აი ამ ერთ ვიდეოში და იმდენი ენერგიაა წასული, რომ აი ვინც მსგავს საქმეში ხართ ან ერთხელ მაინც ვიდეო გაგიკეთებიათ ან გადაგიღიათ, ყველანი მიგვდებით რა. მთელი გადაღება იქ ხალხის მოძიება მისვლა-მოსვლა, აპარატურა, ყველაფერი ძალიან რთულია და დავაფასოთ რა საქართველოში ესეთი რაღაცა რო კეთდება, უეჭველი უნდა დაფასდეს რა. აი ჩვენი ლაიქი, ჩვენი გამოწერით, თუნდაც ბოლომდე ყურება იქ თუ ემება თუ რა იქნება, ხო? ან გადაშეარებით, გადარეპოსტებით, ძალიან ასწორებს. რა TikTok მომენტესაც რო გავაკეთებთ. სულ 1 მილიონი ვართ რა და ჩვენ ერთმანეთი უნდა მოვხოდოთ და გავიტანოთ რა. ამიტომ აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ PvP Flows არხი. რა ძალიან მიყვარს და ძალიან მევასება ეს პროექტი რა. მე ხო როცა ამას მორჩებით, უკვე ჩემზე ვფიქრეთ, იმიტომ რომ მინდა რომ ეს გავითარდე, ჩემი კონტენტი, ჩემი რეაქტები იქნება, რა იქნება მოხდოდა და ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი რომ ეს დამალაიქოთ და გამომიწეროთ თუ მოგწონთ ჩემი რეაქტები, ჩემი რაღაცა ემოციები და ასე შემდეგ რა. ძალიან დიდი მადლობა ვინც ბოლომდე დარჩით მეგობრებო. გისურვებთ ყველას ბედნიერებას, წარმატებას, აბა შემდეგ ვიდეომდე მაგრად იყავით.